ვინაც მესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს კუთვნილი პენსია განცდურის გარეშე აღუდგებათ. შეთანხმება თბილისის მერსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს შორის შედგა. გიგი უგულავას განცხადებით, ვინაც მესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებმა, რომლებმაც შეტყობინება მიიღეს პენსიის შეწყვეტის თაობაზე, უნდა მიმართონ სააგენტოს განცხადებით. საუბარი არის დაახლოებით 20-მდე მოქალაქეზე. ისინი 1600 კაციან სიაში მოხვდნენ, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტომ საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული საქმიანობის გამო პენსია და სოციალური დახმარება შეუწყვეტა. ვინაც მესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები მერიიდან წახალისების მიზნით პერიოდულად ფინანსდებოდნენ სიმბოლური თანხით, რაც მათ საჯარო სამსახურში აღებულ ხელფასად ჩაეთვალათ. მენტისთვის საკითხი ამოწურულია, კერძოდ მათ, ვისაც შეუწყდა პენსია იმის გამო, რომ იყო არჩეული ვინაც მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, მიმართავენ კვლავ სუბსიდიების სააგენტოს და სუბსიდიების სააგენტო აღუდგენს მათ პენსიას განაცდურის გარეშე, ანუ სექტემბერი არ გამოაკლდებათ, რაც არ მნიშვნელოვანია. იმ ადამიანებმა, რომელსაც შეუწყდათ პენსიები, უნდა მომართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შესაბამისად, ვინაიდან უკვე არ არიან მომუშავე პენსიონერები, ისინი მიიღებენ თავის კუთვნილ პენსიას. საკრებულო ეს გადაწყვეტილება, როგორც მიიღო აგვისტოს თვეში,